საერთაშორისო ონლაინ მედია გამოცემების ცნობით, მსოფლიოში ცნობილი ილუზიონისტები გასაიდუმლოებულ ვებსაიტზე წვდომის მოსაპოვებლად ნამდვილ რბოლაში ჩაებნენ. გავრცელებული ინფორმაციით Art of Misdirection გასაიდუმლოებული ვებსაიტის სახელია, რომელზე მოხვედრაც Google-ის მეშვეობით შეუძლებელია. მასზე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და რთული საილუზიო ნომრებია გაშიფრული. საიტიდან ინფორმაციის მიღება მხოლოდ რეგისტრაციის შედეგად არის შესაძლებელი. სხვადასხვა წყაროს მიხედვით საიტის მომხმარებლები ერთგვარ ფარულ გაერთიანებას წარმოადგენენ და ისინი საილუზიო ხელოვნების ყველა საიდუმლოს ფლობენ. გამოვიდა კომპიუტერული თამაში სახელწოდებით Final Fantasy გეიმერებისა და კომპიუტერული თამაშების მომხმარებლების შეფასებით და სრულყოფილი გრაფიკით ყველაზე ლამაზი თამაშია, რაც კი აქამდე გამოსულა. თამაშის მთავარი გმირი პრინცი ნოქტისია, რომელიც სხვადასხვა მუტირებულ საშიში ქმნილებას ებრძვის. თამაშის მსვლელობისას მოთამაშეს სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობა და გამოგონილი ადგილების მონახულებაც შეუძლია. თამაში თავსებადია Xbox 1-სა და PlayStation 4-ზე. 2017 წლის 27 იანვარს მაყურებელი მეთიუ მაკკონახის მონაწილეობით ძაბრ სიუჟეტიან სათავგადასავლო დრამას სახელწოდებით Gold-ს იხილავს. სიუჟეტი ფილმის მთავარი გმირის კენი უელსის გარშემო ვითარდება, რომელიც მეწყვილესთან ერთად ინდონეზიის ჯუნგლებში ოქროს საძიებლად მიემგზავრებიან. Gold-ის შემქმნელი ამერიკელი რეჟისორი სტივენ გეგანია. აღსანიშნავია, რომ ფილმის მთავარი საუნდტრეკი მუსიკოსების იგი პოპისა და Danger Mouse-ის კოლაბორაციით შეიქმნა. მობილური აპლიკაციების მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა Studio Plus-მა გადაწყვიტა მომხმარებლისთვის მოკლე მეტრაჟიანი გასართობი და შემეცნებითი სერიები შეექმნა, რომლის ყურებაც ნებისმიერ სმარტფონზე ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი. სიახლის რეკლამირებისთვის ბრენდმა ვიზუალურად შთამბეჭდავი ვიდეო რგოლი შექმნა, რომელიც მაყურებელს ძაბრ სიუჟეტიანი ფილმის ფრაგმენტს მოაგონებს. 30 ნოემბერს პარიზში ვიქტორია სიკრეტის 2016 წლის შოუ გაიმართა. ბრენდის რიგით მეოცე წარმოდგენაში მსოფლიოში ცნობილი და ახალბედა ტოპ მოდელებმა ეგრეთ წოდებულმა ვიქტორიას ანგელოზებმა მიიღეს მონაწილეობა. ვიქტორია სიკრეტის შოუ მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოვლენაა. წარმოდგენის სრული ჩანაწერი მიმდინარე წლის დეკემბერს გამოქვეყნდება.